ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები დღეს საქართველოს საპატრიარქოს ეწვივნენ. სტუმრები უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ მიიღო. საპატრიარქოში იმყოფებოდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ჩარლზ იოქი და პიტერ ანდრეოლი, ასევე მათი თანმხლები პირები და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი. დელეგაციის წევრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს. აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია დაპატიჟა. სტუმრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს. შეხვედრას წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები ესწრებოდნენ. შეხვედრა საპატრიარქოში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც ამ დელეგაციაში იყვნენ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, მათ შორის კავკასიის საკითხებში უშუალოდ საქართველოს მიმართულებით. საუბარი გაიმართა სხვადასხვა საკითხებზე, რომელიც გვაერთიანებს საქართველოსა და ამერიკას. აღინიშნა, რომ ამ ურთიერთობებს აქვს პოტენციალი კიდევ უფრო გააღრმავებისა. მთლიანობაში შეხვედრა იყო საქმიანიც და ძალიან გულთბილიც იმედის მომტანი, რომ უახლოეს პერიოდში უკვე შესაძლებელი იქნება ითქვას, რომ ურთიერთობები სხვა ეტაპზე გადავიდა. საპატრიარქოს მხრიდან იქნა გაცხადებული, რომ საპატრიარქო მზად არის, რომ ჰქონდეს კავშირი და უშუალო ურთიერთობა მხარესთან, რომელსაც აინტერესებს საქართველოში ეკლესიის ცხოვრება. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, პროფესორ მასწავლებლებმა, სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ტრადიციულად სოფელ ნიქოზში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს აღნიშნეს. გალობის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ნიქოზის მაცხოვრის ამაღლების სახელობის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას დაესწრნენ. წირვა ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. ღვთისმსახურებაზე გალობის უნივერსიტეტის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა ადგილობრივ გუნდთან ერთად იგალობეს. წირვის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა ისაიამ მრევლს ხადაგებით მიმართა. მღვდელმთავარმა ტაძარში შეკრებილებს ღირსი ექვთიმე ათონელის ხსენებისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. წირვას გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნანა გოთუა, ამავე უნივერსიტეტის მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. სახელითა მამისათა, დadzისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი. ილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს, წმინდა ღირსი მამის ექვთიმე ათონელის ხსენებას და ამ დიდებულ დღეს 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ყოველი დრო არის განსაკუთრებული და ყოველ დროში ქრისტიანი ალბათ არ უნდა ამბობდეს, რომ რაღაც ისეთი დრო შემხვდა მე და სხვა დრო უფრო სასურველი იყო. ესე იგი, მაგრამ ეხლანდელი დრო ვფიქრობ, რომ მართლაც ნანატრი დრო არის ეს ჩვენთვის, მთელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, რადგანაც ეს არის დრო, როდესაც რასაც ესე იგი ჩვენი წინაპრები ღირსეული წინაპრებით ადამიანები ნატრობდნენ და რასაც ესე იგი ემსახურებოდნენ მთელი თავიანთი შეგნებული ცხოვრებით, ოფს ღრიდნენ და სის ღრიდნენ ამ დღისთვის, რომელსაც ქვია თავისუფლება და დამოუკიდებლობა ჩვენი ქვეყნისა. ეს იყო მათთვის სანატრელი დრო, რომელშიც ჩვენ ცხოვრობ და ამისთვის მადლობთ უფალს. მათ ვეუბნებით ჩვენ წინაპრებს მადლობას იმისთვის, რომ ესე იშრომეს და იღვაწეს და მართლაც დიდი ბრძოლა გადაიხადეს ამისთვის, ამ დღისთვის, რომ ჩვენ ამ დროში მოსულიყავით. და ეს ძალიან ბევრს გვავალებს ჩვენ. გვიხარია, მაგრამ
ეს ნანატრი დრო ჩვენს ძალიან ბევრს გვავალებს, რომ ეს დამოუკიდებლობა, რომელიც გვებოძა ჩვენ ამ ჩვენი წინაპრების შრომით და ლოცვით, ამას გავურთილდეთ და ჩვენც რაღაცა შევუმატოთ მას. ეს რაღაც ესე ტრადიცია გვაქვს ჩვენ, რომ ესე გამოვიდა, რომ გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი ყოველ წელს ამ დღეს ჩვენთან მობრძანდებით ხოლმე და ჩვენთვის ძალიან სასიხარულო არის ეს დღე. ისედაც სასიხარულოა ძალიან, მაგრამ თქვენ ამ დღეს კიდევ უფრო მეტად ამშვენებთ, როცა მობრძანდებით და ერთად მადლობა შევწირავთ უფალს ამ დღევანდელი დღისთვის და ეს შრომაც რასაც თქვენ ეწევით, ესეც რაღაც ამ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის არის, მისი შენებისთვის არის, თქვენი პატიოსანი პედაგოგებისა თუ სტუდენტების შრომა, რომ მოუფრთხილდეთ იმ საუნჯეს, რომელიც ჩვენ გვებოძა ისევ ჩვენი წინაპრების სულიერებითა და მათი ლოცვით. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღესასწაულს, დიდებულ დღეს და ღირსი ათონელი მამის ექვთიმესწენება არის და მათ ხრებზე დგას, ესე ვთქვათ, ჩვენი ქვეყანა ეს წმინდა წერილის თარგმნა თუ ეს სიტყვიერება, სულიერება, რითაც ჩვენ დაგვაკავშირა სხვა ესეთ საბერძნეთი იყო მაინც ამ კერა, საიდანაც ითარგმნა მრავალი რამ, ათონელმა მამებმა გააკეთეს სწორედ ეს საქმე, მათ იტვირთეს და ამისთვის მადლობა შევწირავთ ღირს მამა ექვთიმე ათონელზე, შევთხოვთ მას, რომ ისევ კეთილად წარგვიმართოს, მოგცეს სიღრმე სარწმუნოებისა. ეს გალობაც ისეთი არის, გალობის დროს ჩვენ ვადიდებთ უფალს, მაგრამ იგივე ლოცვითაც ვადიდებთ უფალს, საქმითაც ვადიდებთ უფალს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ გარეგნული, რაღაცა საქმეს როცა ვაკეთებთ, რაღაცა მართლა უფალს უნდა უძღვნიდე ადამიანი, იგივე ლოცვას როცა ამბობდე ღვთის წინაშე, ეს რაღაცა შინაგანი უნდა იყოს, გულწრფელი უნდა იყოს ეს ლოცვა უფლის წინაშე და საგალობელიც. რაღაცნაირად ისე ხმაში ჩანს ხოლმე, როცა მთელი არსებით უძღვნი ადამიანი სამადლობელს უფალს და ღმერთმა შევგვაძლებინოს ეს ჩვენ ესე გავატაროთ ჩვენი ცხოვრება, მადლობა შევწიროთ უფალს და ჩვენი წინაპრების მსგავსად არ დავიშუროთ ძალა და ღონე და შესაწირავი გავაკეთოთ ის ნიჭი, ტალანტი, რომელიც ჩვენ უფალმა გვიბოძა, ისევ მასმე გამრავლებული დავუბრუნოთ, როგორც ტალანტების იგავში არის ნათქვამი. ძალიან მოხარული ვართ, რომ კიდევ დღეს შეგაძლებინათ უფალმა, რომ ჩამობრძანდით და ეტყობა ეს ადგილი ალბათ იმიტომაც არის ესე არჩეული, სხვაგანაც შეიძლებოდა ყველგანაა დღევანდელი დღე 26 მაისი მთელი საქართველოზე იმო სახელმწიფომაც ეს გამოაცხადა დასვენების დღე, მთლიანად რომ მთელი არსებით რაღაც უძღვნა ადამიანმა საკუთარი თავი ამ დღესასწაულს და მაგრამ ეს რაღაც აქედან სულ 1 კილომეტრში არის ეს მართლხლართი და ეს გავლებული ეს საზღვარი, რომელიც ვფიქრობ რომ არ არის ისეთი ბუნებრივი რაღაც ხელოვნურად შექმნილი ბარიერი არის ეს გონია და ჩვენ თუ რაღაცა ის წინაშე ვიცხოვრებთ ისე როგორც სათნო არის უფლისთვის, მგონია რომ დაიძლება ეს ბარიერიც და ჩვენს ძმებს, ისინიც ქრისტიანები არიან, ამდენი შერეული ოჯახი ჩვენ არავისთან არ გვაქვს, ამდენიც გვაქვს ოსებთან. და მგონია რომ ეს არ არის ეთნიკური პრობლემა არ არის, აქ რაღაც სხვა პრობლემია, რომელიც ინებოს უფალმა რომ დავძლიოთ ეს და ეს რაღაც ეს სრულებით ხელოვნურად ისე და რაღაცა შეიძლება ითქვას აზრმოკლებულად შექმნილი ეს ბარიერი გადაილახოს და მგონია რომ ამას თქვენი გალობა, თქვენი პატიოსანი შრომა ეს ამ საქმესაც შეეწევა და საერთოდ ჩვენი ქვეყნის ისევ ფეხზე დგომას. გილოცავთ დღევანდელ დღეს და მერთმა სიკეთე და სიხარული არ მოგვაგლოს. წმინდა ექვთიმე ათონელის ლოცვით მერთმა კეთილად წარგვიმართოს ყოველივე. ჩვენთან არის მერთი. აღსანიშნავია, რომ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გალობის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები უკვე 11 წელზე მეტია სოფელ ნიქოზში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აღნიშნავენ.
ტრადიციას არ არღვევს გალობის უნივერსიტეტი და დღეს 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ვიმყოფებით ნიქოზში, სადაც ყველაზე მწვავედ იგრძნობა ოკუპაცია. საქართველოს დამოუკიდებლობის თარიღი არ არის სიმბოლური თარიღი, ეს არის ჩვენი განუწყვეტელი ბრძოლა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, რწმენისთვის, იდენტობისთვის. ახალგაზრდების აქ ყოფნა ამ სოფელში არის ძალიან სიმბოლური. დღეს ყველამ ერთად ვევედრეთ ღმერთს, რომ გაამთლიანოს და გააერთიანოს ჩვენი სამშობლო. ის, რაც ყველაზე დიდი სურვილი და ნატვრა იყო ჩვენი დიდი უწმინდესისა, ჩვენი საქართველოს პატრიარქის ილია მეორესი. ყველას ულოცავ დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურებ ჩვენს სამშობლოს წარმატებას, წინსვლას და ერთიანობას. მოგილოცავთ 26 მაისს, მიულოცავ სრულიად საქართველოს და ვფიქრობ, რომ ნიქოზიდან უფრო ამაღლებული და აღმატებული არის ამ დღის მოლოცვა. მადლობას ვეთყვი გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებს, რადგან გაალამაზეს ჩვენი წირვა. კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ყველას და დიდი მადლობა გალობის უნივერსიტეტს, რომ ესეთ საქმეს აკეთებს. მეც გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ვარ და გადაჭარბებით არ ვიტყვი, რომ საშვილიშვილო საქმეს აკეთებს, იმიტომ რომ ყველა კურსდამთავრებული მიდის თავის კუთხეში, ასწავლის ბავშვებს და ის ტრადიცია, რაც ვფიქრობ, რომ საქართველოს ერთ-ერთ თვალსაჩინო არის და წარმოაჩენს მთელ მსოფლიოში, არის ქართული სიმღერა. და ამ საქმეს უწყობა გალობის უნივერსიტეტი. სრულიად საქართველოს ულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ღვაწლი იმ ადამიანების, ვინც ეს დამოუკიდებლობა მოიპოვა და მოგცა საშუალება, რომ ჩვენ დამოუკიდებელ საქართველოში გვეცხოვრა. გალობის უნივერსიტეტის სტუდენტები ტრადიციულად ჩამოვედით და კიდევ ერთხელ აქ საზღვრისპირეთში სულ ახლოს თქვენ იცით, რომ აქ არის მავთულხლართები, გავაგონეთ ჩვენი მრავალჟამიერი და შევთხოვეთ უფალს, რომ სულ მალე გაერთიანებული და გამთლიანებული საქართველო გქონდეს. პირველ რიგში სრულიად საქართველოს მიულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენ ვიმყოფებით ნიქოზში, ტრადიციულად გალობის უნივერსიტეტი ჩამოდივართ ამ დღეს. უნივერსიტეტის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა შევასრულეთ საგალობლები ადგილობრივ გუნდებთან ერთად. გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ადგილობრივ გუნდთან ერთად შევასრულეთ საგალობლები, მივიღეთ ღვთისმსახურებაში მონაწილეობა. სრულიად საქართველოს ულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. წირვის დასრულების შემდეგ ნიქოზის მაცხოვრის ამაღლების სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს. წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში თბილისის მეორე საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართა. ორგანიზატორთა განმარტებით ღონისძიების მიზანია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ კიბერუსაფრთხოების სფეროში წამოჭრილი მნიშვნელოვანი გამოწვევების განხილვა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება. კონფერენცია წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტსა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ამერიკელი და ქართველი პროფესორები, ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტები და კიბერუსაფრთხოების სფეროს პრაქტიკოსები. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის დელეგაცია იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა გაცნობოდა უმაღლესი განათლების სისტემას. ვიზიტის დროს თანამშრომლობისთვის შეირჩა ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტი და მისი კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა, რომელიც აღიარებულია ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით საქართველოში პირველად შეიქმნა ერთობლივი ქართულ-ამერიკული ინგლისურენოვანი კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც კურსდამთავრებულებს ანიჭებს ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების მაგისტრისა და კიბერუსაფრთხოების მაგისტრის ერთობლივ ქართულ-ამერიკულ აკადემიურ ხარისხს. წელს სანგომ უკვე მეორედ უმასპინძლა კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც გამგზობითი პროექტია
სანგუსა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის თანამშრომლობის, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ამ პროგრამის და პროექტის ფარგლებში ჩვენ უკვე გვაქვს ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც ქართულ სტუდენტებს აძლევს საშუალებას, რომ განათლება მიიღონ როგორც სანგუდან, ასევე ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტიდან და შემდეგ უკვე ორმხრივი დიპლომით ჯილდოვდებიან. ეს კონფერენცია, ასე ვთქვათ, აჯამებს ამ თანამშრომლობას. გვყავს ძალიან მაღალი დონის სპიკერები, როგორც პროფესორები და ექსპერტები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე დიდი ბრიტანეთიდან. ძალიან კარგად ჩაიარა ამ დღემ, ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს ტრადიცია ყალიბდება, უკვე მეორე კიბერუსაფრთხოების კონფერენცია იყო დღეს და იმედი გვაქვს გაგრძელდება. ჩვენი სტუმრებისგანაც სწორედ ეს, ასე ვთქვათ, რჩევა იყო, რომ მსგავსი მაღალი დონის ღონისძიება ძალიან ადგება როგორც ქართულ კიბერუსაფრთხოების სივრცეს, ასევე ძალიან სასიამოვნოა მათი მხრიდანაც საკუთარი გამოცდილების გაზიარება. მინდა ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტში დღეს დიდი დღეა, რადგან ტარდება რიგით მეორე კიბერუსაფრთხოების თბილისის საერთაშორისო კონფერენცია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ღონისძიების განგრძობით რეჟიმში გადაყვანა, შარშა მქონდა პირველი. ასევე მოგეხსენებათ, რომ კიბერუსაფრთხოებისთვის ქვეყნისთვის კიბერუსაფრთხოებაში ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენმა უნივერსიტეტმა. გვაქვს კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან ერთად. წელს უკვე მეოთხე კოჰორტა გამოვუშვით, მეხუთე კოჰორტა უკვე სწავლობს და დიდი მადლობა ყველა მოსულ დამსწრეს, ვინც მონაწილეობას იღებს ჩვენს კონფერენციაში. ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა. მოხარული ვარ, რომ ამ კონფერენციაში უკვე მეორედ ვმონაწილეობ. მეორე კონფერენციის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ნიშნავს, რომ ღონისძიება უკვე ტრადიციად ყალიბდება. აუცილებელია განვითარებას ფეხი ავუწყოთ, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო დიდ როლს იძენს. ამ საკითხებზე დღეს აუცილებლად ვისაუბრებთ, მათ შორის ჩემს გამოსვლაში, რომელიც კიბერუსაფრთხოებასა და ხელოვნურ ინტელექტს შეეხება. სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობ მეც.